იაპონიაში სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. შალვა გოგოლაძე ტოკიოს გრანდ სლემს დაესწრო, რომლის ფარგლებშიც იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსაც შეხვდა. ისაუბრეს ძიუდოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით გამოცდილებაც გაუზიარეს ერთმანეთს. ტოკიოს 2025 წლის გრანდ სლემის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა მქონდა იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან. შეხვედრისას შევთანხმდით არაერთ გაცვლით პროგრამაზე და გამოცდილების გაზიარებას. ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის საცვლელი პროცესის გამართვის შესაძლებლობა. დიდი პატივია, რომ დღეს ტოკიოში ტოკიოს გრანდ სლემის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრთან ბატონ შალვა გოგოლაძესთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. მინისტრის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები, სადაც ძიუდო განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულს და დეტალურად განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება ძიუდოს სფეროში. ცხადია, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა უდავოდ მოგვიტანს სარგებელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.